კი, ეს სპეციალურად არის მარკეტინგული ხრიკი არ არის. ეს არის იმისთვის, რომ ლულა ეფექტურად გაგრილდეს, როდესაც ავტომატური სროლაზე მიმდინარეობს, ანუ სროლა მიმდინარეობს, შესაბამისად მეტი გაგრილება სჭირდება. ხო, ცხელდება ლულა. ვინაიდან ეს არის ამერიკის სამხედროებისთვის შექმნილი, არის გათვლილი ავტომატურ სროლაზე. ამ შემთხვევაში ეს არის სამოქალაქო ვერსია და სამოქალაქო ვერსიის კარაბინები გვაქვს. რა ქვია, ერთჯერაც სროლაზე. ერთჯერაც სროლაზე გვაქვს. ავტომატურს არის. შესაბამისად, ავტომატური ამ შემთხვევაში არ არის, მაგრამ ლულა ხელს უწყობს, რომ ავტომატური სროლის შემთხვევაში გაგრილება მეტი კონდეს. სხვა რა შეიძლება ვისაუბროთ. დამატებები მაქვს განხორციელებული მხოლოდ და მხოლოდ ოპტიკა მაქვს დადგმული, ვორტექსის და კომპენსატორი. კომპენსატორი რეაქტიული ორკაბინიანი, დანარჩენი ყველაფერი ქარხნულად არის მოყოლილი, ორმხრივი გადატენის სისტემა, ორმხრივი ჭიდის ჩამოგდების სისტემა და ასევე